პირველი სეზონის ფინალი. პირველი მონაწილე NoFlex. Okay. PvP Slam-ის მეორე ფინალისტი Lola. ერთი საინტერესო კითხვა. მზად ვართ? პირველი რაუნდი. NoFlex. Rocks, you're too fucking crazy. ჯერ პირველ რიგში როგორ მოგვეწონა NoFlex-ს რაუნდი? მზად ვართ? პირველი რაუნდი Lola. Rocks, you're too fucking crazy.
ეს ჯერ შევხურდით. როგორ მოგწონს? მზად ვართ მეორე რაუნდისთვის? არა, აქ მეტი უნდა. ეხლა რაღაც პატარა სურპრიზი გვაქვს თქვენთვის რა. ნიკისლოუს ყველა ვიცნობთ? ხო და დავიწყეთ მეორე რაუნდი. Netflix მინახავს ისეთი რაც გინახავს ვერ ნახავ ისეთი რამის ვადახი ფავს ნახავს იცავს თავს მათი Nella imitam რომ გაიგო ამ რეპერებს აკლიათ ზონი ცოტა ხასი გამოვაკრედით ცოტა მარილს და გამოვიყვანდი გამეს მარა თუგავს კომპლექსები ვეღარ შველის ხასიათი ტიპებს ეტადები ბოროტება ჩებად ვარიანტა დამაციფათებზე ხიმილია ფეიქი ამათი სიტყვები არის სიცარიელე მეგიტავაძელე ვიბაზება ხოლო სიმართლეს გუნდაძე სიმართლე იყო წარე ფანჩის გარეშე Netflix-ს მეორე რაუნდი როგორ მოგვეწონა? მეორე რაუნდი. ლოლა! მინახავს ისეთი რაც გინახავს ვერ ნახავ ისეთი დონის ვარ გახდი ფლაუს უნახავს უნდა ჩემი გადებანი გიტა იცავს თავს მათი ძვირას ბიაქანა ბრაბენ შემდეგებს უდავს hip-hopi იქნება დაუ მე ვიბაზებ ძალიან ნელა იმითომ რომ გაიგო ამ რეპერებს აკლიათ გონი ცოტა ხასი გამოვაკრედით ცოტა მარილს და გამოვიყვანდი გამეს მარა თუგავს კომპლექსები ვეღარ შველის ხასიათი ტიპებს ეტადები ბოროტება ჩებად ვარიანტა დამაციფათებზე ხიმილია ფეიქი ამათი სიტყვები არის სიცარიელე მეგიტავაძელე ვიბაზება ხოლო სიმართლეს გუნდაძე სიმართლე იყო წარე ფანჩის გარეშე როგორ მოგვეწონა ლოლას მეორე რაუნდი? მზად ვართ? მაშინ ედისთვის შევქნათ ხმაური. Jah Rastafari bro. მესამე რაუნდი იწყებს Netflix. My fucking god. Fucking god. Mad again. ახლა ძიებაში გავიწება ისო, ჩაიხედა ზარგები და შენ უნდა ვირის.
ეს არ არის მისი სიტყვის შედარებით გულია არც სოფლურია და არც ქალაქურია მე არ ვარი ეს ოშანვარი გნები იუდა ორაზეც იუთან საუბარი კი უნდა Magverdała bałshin Didi gero de barazati Ena kartuisa da ena mortuis Laga asem miuzguia negetebis dedas Vinc mikrofon tan shoridan jedas Aiguane helsh შენი გულიდან პალია და ბოროტებას ეთავს ახალი სცენარი თახარ დარანტინო გენშია გენში მარა შენში კი არა ჩემს თქვენი გონება დღეში მიდი გაერიემ გლებს შეფარისებელო შესოციუმის აკვეპო შესაგინებელო შენ თვითონ ცუდოსის ომაგინებელო შენ ახარ ცადვა და მთელი შენი ბორვა ხოდამ თუდი თუ ხარ მთელი შენი მოგმა მე და ერთი ორმა სანამ გაგვაბუა ბომა ჩვენი შეკარი ჯაჭვი ყველა სპილენძის ხომა ვაპედის წერა და მიწერია Gabi Mad Grad, Gimarkawen Mad Taus. მესამე რაუნდი. Oh my fucking god. Eating god mad again. ახლიციებაში გავიხდება ის რომ ჩაიხედავს არგეზი და შენი და ვირის ეს არ არის მისი სიტყვის შედარებით გულია არც სოფლურია და არც ქალაქურია მე არ ვარი ეს ოშანვარი გნები იუდა ორაზეც იუთან საუბარი კი უნდა Let's შენი გულიდან პალია და ბოროტებას ეთავს ახალი სცენარი თახარ დარანტინო გვენ გენშია გენში მარა შენში კი არა ჩემს თქვენი გონება დღეში მიდი გაერიემ გლებს შეფარისებელო შესოციუმის აკვეპო შესაგინებელო შენ თვითონ ცუდოსის ომაგინებელო შენ ახარ ცადვა და მთელი შენი ბორვა ხოდამ თუდი თუ ხარ მთელი შენი მოგმა მე და ერთი ორმა სანამ გაგვაბუა ბომა ჩვენი შეკარი ჯაჭვი ყველა სპილენძის ხომა ვაპედის წერა და მიწერია რომ ვილავაძგენინო Gabi Mad Grad, Gimarkawen Mad Taus. აქ რაღაცა მოხდა. ძალიან დიდი მადლობა ორივე მონაწილეს. ერთი რაღაც მაინტერესებს, თქვენ როგორ მოგეწონათ? და ეხლა გადავიდეთ ყველაზე რთულ ამბავზე. ჯერ პირველ რიგში, ყველას ვინც აქ არის, თქვენი აზრით, ვინ მოიგო? სახელი ვინ მოიგო? გადავიდეთ შეფასებაზე. მაშინ პირველი ჟიურის წევრი
რაიმე მოკლედ პირველ რიგში ამ ადამიანებისთვის თავისი კრუებით შევუქმნათ ხმაური როგორც ვიცით ხოლმე მოკლედ პირდაპირ ვიტყვი რა რაუნდებით ჩაშლას ჩემი აზრით აზრი არ აქვს იმიტომ რომ ორივეს რაუნდი ორივე არტისტის რაუნდები იყო სასტიკად ძლიერი. ძალიან ხშირად ამბობს ხოლმე ჩვენი ერთ-ერთი ჟურის წევრი, გოგიჩა რომ ისტორია ძალიან ბევრს ნიშნავს ცეკვის დროს და სულ აი ამ ბიტებზე ცეკვის დროს ვერ ხვდებოდით მოცეკვავები რას გულისხმობდნენ. მადლობა მინდა ვუთხრა ნიკისლოუს და ედის ძმა ხარ მადლობა ჯიმა რომ მოგვეცი იმის უფლება ერთმანეთს და მეორემაც რომ ეს ყველაფერი ამ ადამიანებს ეკნათ ისე მაგრა როგორც ქნეს მოკლედ ახლა რაც შეეხება შეფასებას ძალიან ძლიერი ფიშკები იყო რაღაცეები რაც ჩემი აზრით გამაზე იყო რაღაცეები რაც ჩემი აზრით ოდნავ არ იყო ისე ჩემი აზრით როგორც გქონდა დაგეგმილი ხასიათი შენ გაქვს ალბათ ვინმეს თუ 100%-ით აქვს ხასიათი, შენ გაქვს პლუს 1000 ხასიათი და ენერგია და ეს მართლა ესია, შეგიძლიათ. Netflix-ას რაც შეეხება, მოკლედ ამ ბიჭის ცეკვა არის დეტალებში რა. და აი ეს დეტალები ამ ბიჭს რო შეუძლია, რავი, მე ყოველ ჯერზე მავოცებს, მიუხედავად იმისა, მოგწონს მისი სტილი თუ არ მოგწონს, ეს ბიჭი ყოველთვის მავოცებს პირადად მე, იმიტომ რომ ზედმეტად, ამ შემთხვევაში ვითვალისწინებ რა, კარგი არის რომ ორივე მოცეკვავე თავისი კრუებით გამოვიდა და გააკეთეს ის პერფორმანსი, რისთვისაც კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ორივე კრუს, მაგრები ხართ ძალიან და მეგობრებო, მინდა რომ იცოდეთ, აქ მნიშვნელოვანი ერთმანეთთან შეჯიბრი კი არა, აქ მნიშვნელოვანია ერთმანეთს გვერდში როგორ უდგანან ეს მოცეკვავეები რა. ამისთვის ეს პატივისცემა რო აქვთ ერთმანეთის ძალიან ბევრს ნიშნავს რა. როგორც გოგი ჩაიტყვის ხოლმე რა 3-2-1 ხო? დავაი აბა 3-2-1 Okay. მოდი მეორე ჟიურის წევრზე გადავიდეთ და როგორც მიყვარს ხოლმე ქართული ჰიპ-ჰოპის OG ნილი გოგიშაიშვილი მეტი ხმაური ჭირდება ამ ამბავს მეტი მადლობა უჯიური მადლობა იყო Okay მე ხომ ხედავთ ხოლმე რომ ვდგები და დავრბივარ იმის გარდა რომ ლაპარაკობდი იმაზე რომ ისტორია უნდა კონდეს ყველა რაუნდს რაღაც თავისი და შეკრული ჩემთვის ეგრე არის სუბიექტურად ასევე უნდა კონდეს განვითარება ფინალამდე ხო ანუ მაგასაც ვამბობ ხოლმე რომ განვითარება უნდა იყოს ორივეს კონდათ განვითარება როგორც ინდივიდუალური ისე ჯგუფების პერფორმანსიან ერთობიან ანუ ინდივიდუალიზმიან სკილებიან ფანტაზია გაიხსნა ყველა მხრიდან მაგრამ რომელი მირჩევნია No. მუსიკალურად მე ვფიქრობ რომ Netflix-ამ შეჭამა. იყო ბევრი ბითი იყო რაც უბრალოდ ძალიან მასიამოვნე. მადლობა. კარგი. ბევრი სკილი იყო, რაც ლოლიკასგან არ ველოდი და გააძრო დღეს. Yes. She was just, სხვადასხვა სტილი აქვს თან რა ძალიან და ძალიან რთულია რა, სხვადასხვა სტილში რომ ესე წინაც იგი. Sorry. დამითვლით. 3-2-1 Okay.
კარგი. მოდი პატივისცემით მოვიქცეთ. მესამე ჟიურის წევრსაც მოусმინოთ. რას გვეტყვის? სანამ იტყვი ძალიან დიდი ბოდიში რა უნდა ვთქვა აუცილებლად. მე პერსონალურად მინდა შენ მადლობა გითხრა იმისთვის რომ ჩვენს გვერდით ხარ მთელი სეზონი გამოვყვევი. Yes. ეხლა ისე მრცხვენია რომ ჩვენ ბიჭებმა ვერ მოვიფიქრეთ რომ ლამაზი ყვავილები გვეჩუქა შენთვის. ძალიან დიდი მადლობა რომ ეს კულტურა ესე ახლოს მიიტანე შენს გულთან. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ გვერდში გვედექი ამდენი ხანი და მეგობრებო თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ ჩვენო როგორც ორგანიზაცია როგორი ამაყები ვართ რომ ეს ადამიანი ჩვენს გვერდშია რა. კიდევ ერთხელ ნინი სამადაშვილისთვის შევქმნათ ხმაური. უბრალოდ ბიჭო! აბა რა! გამიგვირდა მე. მოგესალმებით, თქვენ ძალიან დიდი მადლობა, რომ მე გამაცანით ეს სამყარო, იმიტომ რომ იმის მიხედვით თავიდან უკვე ვთქვი, რომ ჩვენ თითქოს ერთ სფეროში ვართ, მაინც დიდი განსხვავებაა და მართლა ჩემთვის ახალი სამყარო იყო, რომელიც აღმოვაჩინე და ძალიან მიხარია მე თვითონ, იმიტომ რომ როგორც ხედავთ, ყოველ ტურზე მოვდივარ და ერთი სული მაქვს, როდის დადგება ეს დღე და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ფინალზეც თქვენთან ერთად ვარ. ახლა რაც შეეხება მონაწილეებს, არ ვიცი, თავიდანვე რომ დაიწყო ისეთი ენერგიულები იყავით ორივე, რომ არ ვიცი, ჩემთვის ყველაზე დიდი მნიშვნელობა მაინც აი ამ ენერგიას და მუხტს აქვს და რომ დავკონკრეტდე ტექნიკურად უფრო უბრალოდ მიმაჩნია რომ რაღაცეები ძალიან გამართული ქონდა, თუმცა შენი 1-2 ილეთი იყო ისეთი რომ ძალიან მომეწონა მართლა, განსაკუთრებით ეს ისტორია, ნინიმ როგორც თქვა, ჩემზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს ხოლმე, მაგრამ მუსიკალურობა და ის ტექნიკური მხარეები ჩემთვის ძალიან მოსაწონი არის და შენ არ მიწყინო, გთხოვ. ჩემი ხმა. ნინო სამადაშვილისთვის კიდევ ერთხელ ხმაური! პიპისლემის პირველი სეზონის გამარჯვებულია Netflix! კარგი, ეხლა პატარა გილოცავ რა? ჯერ არა. აი, მაშინ პინოსთვის შევქნათ ხმაური. რატო არა? ჯერ პირველი სეზონის ჩემპიონი მინდა დავასაჩუქრო. ეს შენ ბრო, რა თქმა უნდა, დამსახურებული. მაგრამ ჩვენი სპონსორი Subway მეორე ადგილსაც გადასცემს 1000 ლარიან ვაუჩერს ნებისმიერ ადგილას შეგიძლია გაიზმანო ნებისმიერ ადგილას შეგიძლია გაიზმანო Subway-ისთვის ხმაური უცნაურია რომ სენდვიჩებს გვიმზადებს Subway, მაგრამ ეხლა ლოლიკას ჩააცმევს, მაგრამ გონებ რომ ეგ უფრო მოეწონებოდა ლოლას და მაგიტომ ეხლა კიდე რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მინდა რომ ის თქვა, ყველას ძალიან დიდი მადლობა ჟიურის წევრებს, რა თქმა უნდა, თქვენ პირველ რიგში იმისთვის რომ აქ ხართ, იმის დროს გვიყურებთ და პირადად მინდა მიულოცო. პირველი სეზონის გამარჯვებულია Netflix. მეტი